Ვახიძეს მაგალითად 34 წლის წინ რომ მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, შემოხაზავდა არას. Აი ეს ტიპაჟი არის ჩემთვის კობახიძე, შესაბამისად, აი ჩემი პასუხი დღევანდელმა მის თავრობის ხდომაზე ეს არის, რომ კობახიძეს მაშინ რომ მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, შემოხაზავდა არას. ანუ ნეგატიურად უპასუხებდა დამოუკიდებლობას. ეს არის ჩემი დამოუკიდებულება ამ ადამიანის მიმართ და იმ გუნდის მიმართ, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები პირდაპირ მნიშვნელობით, დაიწერეს ზედმეტი პროცენტები და დღეს არალეგიტიმურად მართავენ ამ ქვეყანას. ეს არის ჩემი პასუხი დღევანდელ კობახიძეს. 31 მარტის კონტექსტში გადმოვიდეთ, მოდით დღევანდელ დღეზე და იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა ძალებმა დაანონსეთ რამდენიმე კვირის წინ. 31 მარტი მართლაც ისტორიული მნიშვნელობის დღეა, მაყურებლებმა იციან, თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენოთ 1991 წელს სწორედ ამ დღეს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე რეფერენდუმი და აი გამოკითხულთა უბრალოდ რეფერენდუმში მონაწილეთა 98%-ზე მეტმა თქვა, ხო, დიახ, მინდა მხარს უჭერ აღდგენას. აი კობახიძე და მისი გუნდის წევრები იტყოდნენ არას, ახლობით აი ეს კატეგორია არიან. აი 34 წლის თავზე დღევანდელ დღეს რა არის თქვენი სათქმელი? მოდით ამას კითხავთ, რა იქნება, ასე ვთქვათ, კონკრეტული დღის წესრიგი სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციური ძალების უკვე დღეს და რისი ჩვენება გინდათ დღეს ქართული ოცნებისთვის? აქ არ არის მარტო ქართული ოცნებისთვის, უბრალოდ იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ეს ქვეყანა ნახოს სუსტი, ყველა მიმართულებით, თავდაცვის მიმართულებით, ინსტიტუტების მიმართულებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით, ადამიანები იბრძვიან უკვე არ ვიცი, მე 100 დღეზე მეტი არის ეს პროტესტი არის. ჩვენ ვაპროტესტებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, მიტაცებულ არჩევნებს, ხალხი ეთხოვს არჩევნებს. სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ, რა თქმა უნდა, არის კოორდინაცია, ძლიერი კოორდინაცია პარტიებს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კოორდინაციას და ვართ პროაქტიულები იმასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ იყოს ეს კოორდინაცია. დღეს რასაც იზლაპარაკებს სალომე ზურაბიშვილი, რაღაცეებზე მაქვს წარმოდგენა, რაზე ისაუბრებს ქალბატონი სალომე, მაგრამ არ იქნება ეხლა ჩემი მხრიდან ეთიკური წინასწარ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ მან უნდა ისაუბროს, მისგან უნდა იყოს ეს გაგებული საზოგადოების მხრიდან, მისგან უნდა მოდიოდეს ეს სიტყვები, ამიტომ თავ შევიკავებ რაღაცეებს. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნება მხოლოდ განცხადებები შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე თუ იქნება ასე ვთქვათ გეგმა, ერთგვარი ერთობლივი გეგმა? ეს დაუტოვოთ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური სპექტრის ამომავლოდი ხელმძღვანელებენ. 31 მარტის აქციასთან მიმართებაში მართლაც განსაკუთრებული მოლოდინების შექმნით, თავად თქვენ ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს გულისხმობთ და მე საერთოდ ერთი რამე მინდა ყველას ვთხოვო, რომ პოლიტიკური პროცესი არის დინამიური პროცესი. რაღაცა ერთ დღეზე განსაკუთრებული მოლოდინი შექმნა და მე თქვა, შეიძლება ემოციურად ვიღაცისთვის ეს არ იყოს ისეთი ვერ მიიღოს ის ემოცია, რაც არის საჭირო და ამის გამო მე ადამიანებს ხანდახან აი ზუსტად ამის კითხვა მინდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მოლოდინი იყო შექმნილი. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული თუმცა გუშინ ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ სპექტრის შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ასეთი მოლოდინები არ უნდა არსებობდეს. ანუ დღეს უნდა ველოდოთ მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებს სალომე ზურაბიშვილისგან და მხოლოდ ეს რამდენად საკმარისია. მნიშვნელოვანი არის დღევანდელი აქცია, მნიშვნელოვანი არის ხალხის რაოდენობა. მნიშვნელოვანი არის იმის დემონსტრირება, იმიტომ ეს როგორც შიდა მოხმარების აქცია არის, ასევე გარეთაც უყურებს ამას ხალხი, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, ეს ტონს აძლევს, ბევრ გადაწყვეტილებას, ეს ემოციას აძლევს, თუნდაც იმ სენატორებს, რომლებმაც რაღაცა ცივი შხაპი გადაასხეს, ცივი წყალი გადაასხეს ქართულ ოცნებას და გვახსოვს მერე ამ აქტის მიღების შემდგომი პრესკონფერენცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ყოფილი პორტირებული ნაცის ბრიფინგი, სადაც მან ფაქტობრივად ყველას რაღაც განადგურებით დაგვემუქრა. მე ვისურვებდი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი დღე არის, ჯერ ესეც სიმბოლურად რეფერენდუმი არის, ეს როგორ გითხრათ, ანუ ამის საფუძველზე არის დღეს საქართველო არა მარტო დამოუკიდებელი, ამის საფუძველზე არის ამ რეფერენდუმის საფუძველზე გვაქვს ჩვენი ადგილი სამყაროში. ამის საფუძველზე არის დღეს, რომ პრეტენზია და არა აქვს არავის
ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოს რეგიონთან მიმართებული. ამ აქტის საფუძველზე ვინარჩუნებთ ჩვენ ხარდამჭერას, არაღიარების პოლიტიკას, ეს აქტი არის. საერთოდ დღეს რომ საქართველოს მომავალს კიდე უფრო განსაზღვრავს და მატორი არის ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი დამოუკიდებლობის. ამ აქტის საფუძველზე არსებობს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი თვითყოფადი სუბიექტი სამყაროში და ამ აქტის საფუძველზე გვაქვს ჩვენ აქ ადგილი დაფუძნებული. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს კიდევ ერთხელ 34 წლის მერე გამოდიან ადამიანები და ეხლა ჩვენ ხო გვესმის, ბევრი ადამიანი აღარ არის ხოცხალი, ვინც ამ აქტს მაშინ ხარი დაუჭირა, ხო? მათი შვილები გამოვლენ, მათი შვილიშვილები გამოვლენ. ამ უწყვეტობას აქვს მნიშვნელოვანი, უწყვეტობას, მემკვიდრეობას აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მათი მემკვიდრეები, ვინც დღეს აღარ არიან ცოცხლები, ვინც ამ აქტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, მათი მემკვიდრეები გამოვლენ დღეს ქუჩაში და იტყვიან, რომ ისინი არიან მათი ბებიების, ბაბუების და თიმშობლების გზის გამაგზელებლები. ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის დღეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან ადამიანები, სხვადასხვა ქალაქებში იქნება აქციები. ერთი სიტყვით, კარგი დღე არის დღეს, მაგრამ რაღაცა სწორება, რომ ხვალ რაღაცა სხვა რეალობა დადგება, ამ მოლოდინების შექმნა არ არის საჭირო ეს ამბავი, მე ვფიქრობ და ძალიან ზომიერად, მშვიდად, წყნარად უნდა გავყვეთ ჩვენ იმ პროცესს. სხვა თემებსაც გადავალოთ, მოდით თვალი ბატონევან, ქართული ოცნება როგორ პასუხობს ოპოზიციის განცხადებებს და ქმედებებს, თქვენ ეს იცით, კვირა არ გადის ახალ-ახალი ინიციატივების შესახებ არ მოისმინოს საზოგადოებამ. ერთ-ერთი ბოლო ინიციატივით კი ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვაა დაანონსებული საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე აპირებს ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე მისი სატელიტი პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, რაშიც თქვენი პოლიტიკური ძალაც მოიაზრება და იგულისხმება. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად მიიყვანს ქართული ოცნება ამ ამბავს ბოლომდე და მეორე მხრივ როგორ აპირებთ, რომ ამ ცდელობას ხელი შეუშალოთ? იცით რა არის, მე ძალიან მეცინება ხოლმე, ეხლა უნდა ველაპარაკო მე ჩემი ენით, რომ გასაგები იყოს, განსაკუთრებით უნდა ველაპარაკო მე ქართული ოცნების ჯერ კიდევ შემორჩენილ ამომრჩეველს. აი, ჩემო ძვირფასებო, ჩემთვის პირად ძალიან სასაცილოა ხოლმე, როდესაც მიშას ნაცი გამოდის 2025 წელს და გვემუქრება ჩვენ გაუქმებით. ანუ მიშას ნაცმა დინარაძემ, რომელიც იყო ხელისბიჭი ადეიშვილის პროკურატურის და ყველაზე დისკრედიტირებული და ყველაზე ბინძური ადვოკატი იყო, ყველაფერს ეგაკეთებდა. აი, ყველაფერს მაგას ავალებდნენ, ყველა საპროცესო, ქვეკონტრაქტორი იყო ადვოკატების, ნუ ძალიან ისეთი ცუდი როლი ქონდა მიშას რეჟიმში, აი უბინძურესი როლი ქონდა. აი ეს მიშას ნაცი 2025 წელს. მე მეუნება, რომ მან უნდა მიმართოს იმ კომისიის საფუძველზე, სადაც უმრავლესობაში არიან ცხედარ დეპუტატები, რომლებიც ასევე იყვნენ მიშას ნაცები პირდაპირ მნიშვნელობით და უნდა მიმართოს როინიშვილს, რომელიც არის საკონსტიტუციოს მოსამართლე, რომელიც თავის დროზე იყო ადეიშვილის პროკურორი და შავაძის პროკურორი, რომ მე გამაუქმოს. ეხლა აი ამ ტრაგედიას და აი ამ სისულელეს და აი ამ სიბირიყვეს, ხო? რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან აქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ ძალიან გვეცინება, ძალიან არასერიოზულია, არაფრის თავი არ აქვს ამ ხალხს. რისი ამგზალავები არიან? თუ ვინმე ასაკძალი გახდება, აი დღეს რო თქვენ აიღოთ ქართული ოცნების საპარლამენტო შემადგენლობა, 30%-ზე მეტი არიან ყოფილი მიშას ნაცები. და ეს, უბრალოდ ეს მართლა ორსახობა, ეს უნამუსობას, ამასაც ყველაფერს თავის საზღვარი არის და ჩვენი პასუხი არის ესეთი, რომ არანაირი რესურსი მათი ბობოქრობას, მათ რაღაცა ჭის როგორ ამბობენ, ჭიქაში ქარიშხის გამოწვევას, ღიაკარების მტრევას. რისი თავი აქვს, ვინ უნდა გაასამართლოს? ვინ უნდა გაასამართლოს და აკრძალოს ამ ადამიანმა, მიშას ნაცმა, და ამან უნდა მიმართოს როინიშვილს, ადეიშვილის პროკურორს, რომ იმ პარტიაში, სადაც მე ვარ,
როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი, რომ ძალიან სასაცილო თქვენ იცით, რომ საგამოძიებო კომისიის ესე ვთქვათ მანდატს აფართოებს ქართული ოცნება სწორედ იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის გარდა შესწავლილი იქნას ყველა იმ პარტიის საქმიანობა, რომელსაც მმართველი პარტია კოლექტიურ ნაცმოძრაობად მოიხსენიებს და ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთია თქვენი ძალა. გასული კვირის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ერთ-ერთი ვისაც საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, ეს არის თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი გახარია. აი პასუხი არის მარტივი. დაბარების შემთხვევაში მივათვალე. მარტივი არის, პასუხი არის, ხა წინასწარ რაზე უნდა ვისაუბროთ. გაბედონ ერთი და მეორე პასუხს მიიღებენ მაშინ, როდესაც ისინი გაბედავენ, თუ ეყოფათ ამის გამბედაობა, მაგალითად. გაუბედეს ხაზარაძეს, გაუბედეს ჯაფარიძეს. კი ბატონო, ეგ მათი ნება არის, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ვსაუბრობ, მე ხوار ვსაუბრობ ხაზარაძესთან და იმათთან მიმართებაში. გაბედონ და იმ დღესვე მიიღებენ პასუხს. ჩვენ პოზიციასთან დაკავშირებით ხა წინასწარ რა უნდა გითხრათ, ხო? მაგრამ ძალიან სასაცილო არის კომისიაზე, სადაც ზირს მაგალითად შარმანაშვილი, ხო? რომელიც იყო მიშა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მერე წარადგინა ელჩად. იქ ზის ალეკო ტაპატაძე, მაგალითად. ძალიან ოდიოზური პოლიციელი, ყველაფრის მკადრებელი თავისი ცხოვრების და კარიერის მანძილზე, ძალიან ბევრი რამის მკადრებელი, შევანადის დროსაც. მე მუშაობდა ვანო მერაბიშვილის პოლიციის უფროსად. ქობულეთში იყო აჭარაში სამმართველოს მოადგილე და რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიციაში განსაკუთრებით 2008-2009 წლებში რა რეპრესიები იყო, რა ნარკოტიკების ჩადება იყო, რა იარაღის ჩადება იყო, რა კონვეიერი მუშაობდა უდანაშაულო ადამიანის სიხეებში გასამგზავრებლად. იქ არის ადამიანი, რომელიც იყო კუდის მოსამართლე, ადვოკატი. კუდის ადვოკატად ითვლებოდა ალუდა ღუდუშაური და თავის დროზე მოსამართლე, იმიტომ არ გახადა ადეიშვილმა, რომ კუდის ადვოკატიაო და ახალაიას კადრი არისო და წარმოიდგინე, იმდენად მიუღებელი იყო სააკაშვილის სისტემაშიც კი, რომ მოსამართლე ვერ გახდა. იქ ზის ვიღაც ინჯია, გაურკვეველი ადამიანი, რომელიც არ ვიცი, ხან მიშასთან არიან, ხან შევანაძესთან არიან, ხან ბიძინასთან არიან, ანუ ეს ხალხი არის დღეს აი ამ კომისიაში, რომელიც არის არასერიოზული, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აი მარტივად გეტყვით რა, ხარჯიანი საქმეს იხილავდნენ. ძალიან ძიმე ტრაგედია მოხდა ამ ოჯახთან მიმართებაში. გადაუარა წინა ხელისუფლება. ადვოკატი ყავდათ მოყვანილი, მოსამართლე არ მოუყვანია. მოსამართლე არ გაუშვა ხარჯიანის ციხეში? ამ ადამიანმა არ შეიწირა, მისმა გადაწყვეტილებამ არ აქცია ეს ადამიანი მსხვერპლად სისტემისთვის? მოსამართლეებს რატო არ იხილავენ? რატო არ მოიყვანეს ქალბატონი ნოზაძე? რატო არ იყო ესეთი მკაცრი ქალბატონი წულუკიანი, ესეთიც რატო ვერ უქნევდა მოსამართლეს? ეშინია ბიძინას მიშას მოსამართლეების? წააგო მათთან ბრძოლა? არა აქ ამის გამბედაობა, ვერ ბედავს ვიღაც ადეიშვილის მოსამართლის მიყვანას გამოსაგამოძიებო სხდომაზე, რომ კითხვა დაუსვას, რომ შეუნამუსო ადამიანო, ეს პატიოსანი ადამიანი ციხეში რატო ჩააგდე? არა გაქვთ ქალბატონოთი ამის გამბედაობა? თუ მარტო ის გონიათ, რომ ვიღაცას ის პროკურატურის ყოფილ ადვოკატს და ეხანდელ გადმობარებულ ადვოკატს რომ მიიყვანდა, თიც დაუქმნებთ, ამაში იზომება ეხა თქვენი გამბედაობა. მიიყვანეთ, აბა ის მოსამართლეები, თუნდაც აი მაგალითად მაგნატის საქმეზე ვინც იყო, იმას რომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ის გაბედე, აბა მიიყვანე ის მოსამართლე, იმიტომ აქ ამ გამბედაობა არა გაქვთ. ახო წითელი ხაზია თქვენთვის. თქვენ არა გაქვთ ამის გამბედაობა, ამიტომ მაგიტომ ამბობთ, რომ ჩვენ ფარსია ეს აგვისტოს ომზე რას ფიქრობთ? ამაზე განსაკუთრებულად მაინტერესებს თქვენი შეფასება, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც წულუკიანისა და მისი საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანი. ახლა ზოგადად რა წარმოდგენა გაქვთ და რას ფიქრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს ყველასთვის ცნობილია, თუმცა ხო, აი როცა საქმე ეხება ომს, არ ვიცი, რას ფიქრობთ იმ კითხვებზე, რომელიც ისმევა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ღალატს უწოდებენ იმ ყველაფერს, რასაც ახლა ჩვენ პარლამენტში ვადევნებთ თვალს. თქვენ იზიარებთ ამ შეფასებას და ამ ფლანგზე ხართ თუ ფიქრობთ, რომ კითხვები, ვინ დაიწყო ომი, შეიძლება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია და ასე შემდეგ არის ლეგიტიმური? იცით რა არის, პოლიტიკოსებს თავი დავანებოთ.
ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის ემოციები, რა ემოციებსაც გამოხატავენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ ამ პროცესში მონაწილეობას. ის კი არა სადღაც იყვნენ კაბინეტებში და ის ტელევიზორში უყურებდნენ, რომლებიც ველში იყვნენ, იქვე იყვნენ. ეს იქნებიან ყოფილი ოფიცრები, ყოფილი ჯარისკაცები, სამხედრო პირები, მოქმედი პირები, რომლებიც უკვე დაიწყეს ნელ-ნელა გამოხატვა თავისი პოზიციის. მათი პოზიცია არის მნიშვნელოვანი. ერთი რამე ჩანს, რომ ეს პროცესი დისკრედიტაციას უწევს და ცუდად მოქმედებს ქართული არმიის მორალზე, ჩემი აზრით. იქ იყო გაჟღერებული სიტყვები, მაგალითად მე უსმენდი, რომ ჩვენ ჯარი გვჭირდება რაღაცა აღლუმებისთვის. ისე მიდის ყველაფერი თითქოს რომ რაღაც ჯარის ფუნქციიდან გადიან. ჯარის ფუნქცია და არმიის ფუნქცია და ჩვენი შეიარაღებული ძალების ფუნქცია არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. და აქ მყოფი ადამიანები, ვინც ამ პროცესში შედიან, ისინი აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ მომენტში მათ შეიძლება მოუწიოთ ისეთი რისკების წინაშე აღმოჩენა, სადაც ადამიანის სიცოცხლე დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. და ეს ხალხი, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, ისინი აცნობიერებენ ამ რისკს. ამათ არ ჭირდებათ სოზარ სუბარის რაღაცა მორალური შეგონებები. მათ გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა. ქართულმა ოცნებამ რა არის მიზანი უშუალოდ აგვისტოს ომთან დაკავშირებით? ცხინვალის ეგრეთ წოდებული ამ თემაზე ჯერ ამ თემაზე გითხარით. ცხინვალის ეგრეთ წოდებული საგარეო უწყება უკვე გამოეხმაურა სხვა შორის იმ პროცესს, რაც ქართულმა ოცნებამ წამოიწყო პარლამენტში სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავე პირები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონო, ასეთია დე-ფაქტო უწყების ასე ვთქვათ განცხადება. დასკვნა, რომელიც შესაძლოა კომისიამ დადოს აგვისტოს ომის საკითხზე. ხომ არ შეიძლება საქართველოსთვის იყოს უფრო მეტად დამაზიანებელი, ვიდრე იგივე ის რეზოლუცია, რომლის მიღების გამოც აკრიტიკებენ ნაციონალურ მოძრაობას. მე რადგან დასკვნა არ არის დადებული წინასწარ ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ერთი არის მიმდინარე პროცესი და მეორე არის დასკვნა. დასკვნამდე მე ვერანაირ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. ამ შეხვედრებმა გამოიწვია დიდი მნევათა ხელვა ყველა მიმართულებით, ოპოზიციაშიც, ყოფილ სამხედროებში, მოქმედ სამხედროებში. ეხლა მოქმედი სამხედროები ეს მასობრივად რომ ხმას არ იღებენ, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არ აქვს თავისი ემოციური დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ეს განცხადებები, რომლებიც მათ აიძულა თქვათ ეს სეპარატისტული რაღაცა ანკლავები ასეთი განცხადებები აკეთოს, ეს რა თქმა უნდა ჩვენ სახელმწიფოს ასუსტებს, ჩვენ სუვერენიტეტს ასუსტებს, ქართულ პატივმოყვარეობაზე და თავმოყვარეობაზე მოქმედებს, ჩვენ ღირსებაზე მოქმედებს. ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ამ პროცესს რა თქმა უნდა თავის ზურგზე იწვნიებს ქართული ოცნება, ძალიან დიდ ზიანს მიიღებს ამასთან მიმართებაში და ეს ზიანი შეიძლება მათი სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობის საფუძველიც კი გახდეს მომავალში. ეხლა ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ეს ზიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მათი უპასუხისმგებლო ქმედებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევამციროთ ეს ზიანი განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან, იმიტომ რომ ადამიანთან რო ჩახვალ სალაპარაკოთ და დაუწყებ დახმარებაზე საუბარს, შემოგიტრიალდება და გეუბნება აგერ სოზარ სუბარის სხვა ამოცანა აქვს და მე თქვენ ეს პოზიცია გაქვს და ჩვენთან რა გინდათ? და ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი გამოსასწორებელი იქნება ზუსტად ის ზიანი, რომელსაც ეხა აი ამ მომენტში, მიმდინარე მომენტში აყენებს ეს კომისია, თუნდაც ამ საკითხთან მიმართებაში. თავრე ზოგადად რა ამოცანა აქვს ბიძინა ივანიშვილს? ბიძინა ივანიშვილს ძალიან მარტივი ამოცანა აქვს, რომ ის ძალადობა, ის სისტემური ძალადობა, რაც მან დაიწყო არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილს უნდა გესმოდეთ, რომ ესეთი პროცესები დაგეგმილი არ ქონდა. მას ეგონა რომ ყველაფერი მარტივად შერჩებოდა. მარტივად შერჩებოდა, გადააგორებდა და გააგრძელებდა გზას. მას მოუწია სისტემური ძალადობა. ბიძინა ივანიშვილი დაინახეს ადამიანებას სხვა თვალით. ბიძინა ივანიშვილის გახდა უკვე საშიში, როგორც თვითონ აშინებს სააკაშვილიც. ასევე თვითონაც გახდა საშიში, რომ მან გააფუჭა ურთიერთობა ევროპასთან, მან გააფუჭა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მან გამოიყენა პოლიცია ქართველი ახალგაზრდების საცემად და დღემდე აგრძელებენ ამ ცემის პროცესს.
მან დაიწყო სინდისის პატიმრებით გაავსო ციხეები, ხალხის ტყვე-დაყვანა დაიწყო, ბიძინა ივანიშვილი გახდა საშიში და ეხა მარტივი ამოცანა აქვს რა, რომ გახსნას ეს იარები და უბრალოდ თქვას, რომ მე კი ვარ ნაძირალა და არა ადამიანი და ცუდი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან. ეს არის მისი პრაქტიკული ამოცანა. ამიტომ ამ პრაქტიკული ამოცანის განხორციელების საშუალებასაც არ მივცემთ. ჩვენ გვექნება ყოველთვის რეაქცია ამ ეგრეთ წოდებული კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ აქტიურად ვიქნებით ამ პროცესებში, ამ პროცესების კომენტირებაში, ამ პროცესების შეფასებაში ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას.